მოგეთ სალამი კიდევ ერთხელ. დომი ვთქვით, რომ გავარჩიეთ და დღეს ავაწყობთ ერთ-ერთ დავალებას. რა არის ასაწყობი? აი რომ ზეპლინში მაქვს უკვე გადატანილი. ეს არის frequently asked questions. ანუ ხშირად ვებგვერდებს ძირითადად ბოლოში აქვთ ეგ სექცია, სადაც მოცემულია ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვები. ეს სექცია ყველა ვებგვერდს აქვს სხვანაირად გაკეთებული. მაგრამ პრინციპი რაღაც დიზაინი მაინც ერთია, რომ ჯერ არის რაღაცა შეკითხვა, მაგ შეკითხვაზე დაჭერისას დააბლა, როგორც აი მეორე შეკითხვა, ხო, რო ავიღოთ. არის გაცემული პასუხი ამ შეკითხვაზე. შეიძლება იყოს ერთი სტრიქონი, შეიძლება იყოს დიდი პარაგრაფი. რადგან დიდ ტექსტებს შეიცავს ხშირად, ხო? მაგიტომაც ჩაკეცილია რა, რომ ბევრ ადგილს არ იკავებდეს. ხშირ შემთხვევაში არც უყურებთ ამ ნაწილს და მაგიტომ ძალიან მცირე ზომას იკავებს ასე, როცა ჩაკეცილია. და დღეს ამას გავაკეთებთ. Bootstrap-შიც ისევ და ისევ ნახეთ, რომ ეგ აკორდიონი ქვია ამას. აკორდიონი უკვე იყო მზად, მაგრამ სულ ხო Bootstrap-ს არ გამოვიყენებთ. თან ისიც უნდა ვიცოდეთ, როგორ მუშაობს ეგ ყველაფერი, ხო? და ნახეთ, რომ ეგ ყველაფერი მუშაობს DOM-ის გამოყენებით, JavaScript-ის გამოყენებით, ხო? ამიტომ დღეს ამას ავაწყობთ. პარალელურად ამას აქვს ასევე დესკტოპის ვერსიაც, აქ ჰოვერებიცაა და ასე შემდეგ. ამ ყველაფერს ავაწყობთ. სანამ დავიწყებ იმასაც ვიტყვი, რომ ხვალაც გვექნება კიდე ერთი სემინარი. უფრო დიდი იქნება და უფრო მეტ რაღაცას განვიხილავთ. ამიტომ რომ ვიცოდეთ წინასწარ. თუ ვერ დაესწრებით, ჩანაწერი სტანდარტულად დაიდები. კარგი. მაშინ სტანდარტულად ჯერ შევქმნი index.html-ის ფაილს. აი ესე. Und გაფართოება არასწორი მივუძით HTML და ვარქვთ ამას. აკორდიონი, ან როგორც გინდათ უბრალოდ ესეც რომ დავარქვთ და ვასეივებ, კი ბატონო და ორი ვარიანტი გვაქვს, ვიმუშაოთ ან CSS-ში, ან SCSS-ში. მე CSS-ში გავაკეთებ დღეს, აი ძალიან მინიმალურ ფუნქციონალს შევეხები, ამიტომ ყველაფერი დამეჯერეთ მარტივი გასაგები იქნება. ამიტომ ჯერ შევქმნი style SCSS, ხო? CSS აქვს სხვა გაფართოება, მაგრამ იმისათვის რომ ვებგვერდმა ეგ ფაილი დაინახოს და აღიქვას CSS-ად გვჭირდება live SAS კომპაილერი, სადაც აქ უნდა იყოს, წინა ლექციაზე დავაყენეთ ეგ, ესე რომ live SAS კომპაილერი. ხო, ჩვეულებრივი ექსტენშენია და დაყენების მერე გამოგიჩნდებათ აქ ქვემოთ. თუ არ გამოჩნდება, გადაარესტარტეთ ბრაუზერი. ბრაუზერი კი არა VS Code. გაუშვათ ახლა ეს, გაიხსნება ტერმინალიც და შეიქმნა ანალოგიური CSS-ის ფაილიც. CSS-ში დეფოლტად რა ვშვებით? Heading-ებს ვაშორებთ. მოცოდა გავოდიდოთ, თორემ ცოტა ჩანს. Heading-ებს ვაშორებთ, margin-ებსაც და box sizing, border box-საც ვაძლევთ და ახლა რომ გადავიდეთ HTML-ში, შემოვიტანოთ ეს CSS-ი, ჩვეულებრივად. გასაგებია, ხო? უცებ სურათებსაც რომ განვიხილოთ, ნახეთ, ეს ხო არის ერთი სურათი, მაგრამ ჩრდილი არის გამოტანილი ცალკე. ეს არის ჩრდილი. ტელეფონზე მარტო ჩრდილია, მაგრამ კომპიუტერზე აქ თან ჩრდილიცა, უშუალოდ ესაა ტელეფონის და დესკტოპზე აქ ჩრდილიცა და კიდევ რაღაცა ხაზებია. აი, როგორ ჩვენოთ ახლა? აი ესე. ხო? რომ ვიცოდეთ, ანუ ორი ცალ-ცალკე სურათია და ანალოგიურად არის ერთი ეს დესკტოპისთვის, ტელეფონისთვის და დესკტოპისთვის ესაა, იმიტომ რომ ეს ყუთი ცალკე უნდა იყოს გამოტანილი. და გვაქვს ის არის. ის არის აი ამ ნაწილისთვის. შეგეძლოთ ის არის ესე უბრალოდ აიკონად შემოგეტანოთ, აი თუნდაც Bootstrap-ს რო ქონდა აიკონები, ხო გახსოვთ? ან შეგიძლიათ ასე SVG გამოიყენოთ. რადგან SVG გვაქვს მოცემული, ამას გამოვიყენებთ. კარგი. ჯერ JavaScript-ის ფაილიც არ გვინდა, უბრალოდ ახლა ერთი შევხედოთ რა უნდა გავაკეთოთ აქ. რა და გვაქვს ერთი რაღაცა საერთო კონტეინერი, აქ ჩვეულებრივი სურათია ჩასმული. ეს აშკარად არის ყველაზე მნიშვნელოვანი სათაური, ამიტომ ეს იქნება H1 და ეს იქნება რაღაცა ცალკე divი, დავარქვათ ამას აკორდიონი, ხო? ოკეი. მერე ნახეთ როგორი რაღაცა. როცა აი ამ ნაწილს დავაწვევი, უნდა გაიხსნას ქვედა კონტენტი, ხო? შესაბამისად, რადგან ამას ვაწვევი და რაღაცა events ველოდები ამისგან, ხო? ეს ნაწილი იქნება არა პარაგრაფი,
არამედ ბათანი, ღილაკი. გასაგებია, ხო? ანუ პარაგრაფზეც რო დააჭიროთ ეგრეც იმუშავებს, იქ უბრალოდ ეგრე უნდა გაწეროთ, მაგრამ უფრო სწორი იქნება თუ ამას გავხდით ღილაკად. იმიტომ ვაჭერთ რა. გასაგებია, ხო? კარგით. ნუ, საიდან დავიწყოთ და დავიწყოთ ბადიდან. ბადი, ნახეთ, აქ ჩვეულებრივი ფერი ან სურათი აღარ არის მიცემული. მიცემულია გრადიენტი. და არ მგონია რომ ჩვენ გრადიენტი განხილული გქონდეს, მაგრამ აგიხსნით ახლა. ანუ ერთ-ერთი ვარიანტი ხო არის რომ მივთითოთ ესე background color red. ხო? ეს ჩვეულებრივად მუშაობს. მერე ვნახეთ რომ შეგვიძლია სურათიც მივთითოთ, მაგრამ სურათში ასევე შეგვიძლია მივთითოთ გრადიენტი. ისევ და ისევ გრადიენტის სახეობა უამრავია, მაგრამ როგორ მუშაობს? ნახეთ, დავუშვოთ ზემოთ გვინდა რომ იყოს შავი და დაბლა მწვანე, ხო? მივთითეთ რომ თუ bottom, ანუ ვუთითებთ რომ ზემოდან ქვემოთ. პირველი იყოს შავი, black და მერე იყოს green. დავასეივოთ, მაგრამ მე ყველაფერი ჯერ არ ჩანს, რატომ? იმიტომ რომ ბადის მოდით მივცეთ height-ი 100 VH. და კი ბატონო გამოჩნდება. ნუ თავიდან არაფერი არ ჩანდა, მაგით. აი ესეთი გრადიენტი მივიღეთ. არის კიდე სხვადასხვა ტიპის, ისევ და ისევ თქვი რომ აი ცენტრიდან იწყება და დასაწყისში აი შუაში იქნება მწვანე და გარეთ შავი. შეგიძლიათ 2, 3, 4 ფერი მისცეთ და ასე შემდეგ. ნუ ეგ ჩვენ უკვე აღარ გვჭირდება. ამიტომ უბრალოდ გადმოვიტანოთ ეს აქეთ. დავასეივოთ. ნახოთ რა გვიშლება. ბეგვაკლია. ესეც ასე დავასეივებთ. კი ბატონო, იგივე გრადიენტი მივიღეთ. ახლა გადავიდეთ უკვე HTML-ში. ნუ შეგვიძლია შევქნათ რაღაცა საერთო divი, რომელსაც ერქმევა კონტეინერი. კონტეინერი. კარგით. და თქვით რომ ეს არის რაღაცა საერთო ნაწილი, აი სურათების რაღაცა ერთი ნაწილი იყოს, ეგ ყველაფერი, სადაც ტექსტი და სათაური იყოს მეორე divში ჩასმული. ხო, უბრალოდ დავუყოთ ასე. მაშინ პირველი იქნება ესე image container და მერე დავამატებთ აქ სურათებს და დაბლა იყოს მაგალითად უბრალოდ კონტენტი ან main კონტენტი, როგორც გინდათ დაარქვით. ანუ ამ კონტენტში იქნება სათაურის და ასე შემდეგ. მოდი დავუწევთ ახლა სათაური. კი ბატონო, ესეც ასე გამოჩნდა. ახლა წამოვიღოთ სათაურის სტილები, ხო? დავუდგებით. აქ მოვნიშნავთ ამას. ჩვეულებრივად ახლა აქაც მოვნიშნავთ h-ს. და ამებს მოვაშორებ. ოღონდ გახსოვთ თქვით რომ აი font size-ი, რაღაც ზომები, ეგ ყველაფერი უნდა მივუთითოთ რემებში. ერთი რემი არის 16 პიქსელი, მაგრამ აი გადაყვანაში რომ აღარ ვიწვალოთ, რომ არ გამოვთვალოთ, აი მაგალითად აი 67 პიქსელი რამდენია რემია და ასე შემდეგ, შეგვიძლია დავწოთ ეგეთი რაღაცა, რომ default-ად, ანუ ერთი რემი იყოს 10 პიქსელი. და 10 პიქსელს ვუთითებთ ასე 62.5%. როგორ მიიღება ეგ 62.5%? უბრალოდ თუ ადრე იყო 16 პიქსელი, ახლა გავხადეთ 10 პიქსელი. ნუ პროპორცია არის და 10 გაყოფილი 16-ზე, მაგიტომაც მივიღეთ, ნახეთ, 62.5. გასაგებია. უბრალოდ დაიმახსოვრეთ. კარგი. თქვით რომ ტექსტებს ხშირად არ ვაძლევთ ზომას, ხო? მშობლეს, ანუ რაღაცა divs კონტეინერს მივცეთ ზომა და ესეც მოერგება ამას. ამიტომ ეს height-ი და width-ი მოვაშოროთ. მერე სადაც ნორმალები წერია, ეგენიც წავშალოთ. მე ნახეთ, ტექსტი შუაშია ჩასმული, ხო? ამისთვის text align center გვაქვს. ჩაჯდა, კი ბატონო, bold-ი იყოს 32 პიქსელი იქნება უკვე 1000-ზე რო გავუყოთ, ხო? 3.2 რემი. და მარჯინებს დააკვირდით, ანუ მარჯინი ამას აქ მიცემული ამისა და ამის მიხედვით და ჯამში არასწორად მუშაობს ეგ მარჯინი, იმიტომ რომ მე ფედინგებს გამოვიყენებთ, თვითონ გაიწევა და ასე შემდეგ. ერთ სიტყვით არ გვინდა ეს მარჯინი. და გვინდა აი ეს ფონტი. გადმოვაკოპირებ ამას, გადავალ Google Fonts-ში, ჩავწერ, გადამულაწერი, ამიტომ ცალ-ცალკე და დავაჭიროთ get fonts, get embedded კოდი. და შეგვიძლია ან ლინკი წამოვიღოთ და ჩავსვათ, ანუ ეს ყველაფერი ჩავსვათ HTML-ში, ან წამოვიღოთ აი ეს. ხოლო იმპორტი და ჩავსვათ აქ. ოღონდ აქ უკვე style tag-ები არ გვჭირდება. ანუ თუ ასე მომიდებოდა ჩასვა, მაშინ აქ კი ბატონო ჩავსვავდი, იმიტომ რომ აქ CSS-ის დასაწერად style tag-ი სჭირდება, ხო? მაგრამ
აქ უკვე რადგან სტილებში ვწერ, ამ style tag-ებსაც მოვაშორებ. და უბრალოდ import-ს დავტოვებ. ისევ და ისევ თქვენზეა დამოკიდებული, რომელს გამოიყენებთ. მე მაგალითად ბევრი CSS ფაილი რომ მაქვს, რო არ ვეძებო რომელ ფაილში მაქვს დამატებული აი ეს ფონტი, ვამატებ index.html-ში, იმიტომ რომ index.html-ი ყოველგვარ გვერდს ერთი აქვს, ხო, ძირითადი ფაილია. მაგრამ რადგან ეს ახლა მარტივია და CSS-ისთვისაც ერთი ფაილი გვაქვს, იყოს აქეთ. და წამოვიღოთ ამისი font family-ც ახლა. და მივუთითოთ აქ HTML-ში. ეგ უკვე აღარ გვჭირდება, დავასეივოთ და გადავიდეთ. კი ბატონო, ნახეთ რომ უკვე მიემსგავსა რაღაცა, მივიღეთ. კარგი. ახლა გადავიდეთ უკვე ამ აკორდიონზე, ხო? ჯერ ერთ-ერთი შეკითხვა ავაწყოთ. ანუ აკორდიონი გვექნება რაღაც ესეთი აკორდიონ კლასი, კი ბატონო, და თვითეული შეკითხვა იქნება ცალკე div-ი. და პირდაპირ ამ div-საც დავურკვევთ question-ი, ანუ შეკითხვა. ახლა უყურეთ, ამ შეკითხვას აქვს ერთი ბატონი, button b და აქვს რაღაცა კონტენტი, თუნდაც პარაგრაფი, აი პარაგრაფი რო შევქმნათ, მივუთითოთ ამას ესე კონტენტი, ან დავუწოთ ესე question კონტენტი, იმიტომ რომ ზემოთ კონტენტი უკვე გვაქვს მითითებული და გადმოვაკოპიროთ ახლა ერთ სიტყვით მნიშვნელობები. ამაში ეს ჩავსვათ, ამაშიც აი კონტენტი ამისი წამოვიღოთ და ეს ჩავსვათ. ჯერ მითხარით რამე გაუგებარი ხომ არა? რა ლაინებზე ამბობ? style ჩამოვიდა. So, ნახეთ, ის არის Alt-i თუ Windows ხმარობთ, თუ MacBook-ზე ხართ option-ი. დადგებით უბრალოდ რაღაც ლაინზე, Alt-i გიჭირავთ და ის არის ქვემოთ ზემოთ, აი კლავიატურაზე მარჯვნივ რო ის არისა, მაგით შეგიძლიათ ამოძრავოთ ეგ რა. ნუ ხშირად დაგჭირდებათ. მეორე ვარიანტი არის კიდე Alt-ს რაში ვიყენებდით, რომ აი რამდენიმე კურსორის გამოყენება თუ გვინდა, ხო? აქ დავდგები, Alt-i მეჭირება, კიდე სხვაგან და რასაც დავწერ ორივეზე გამეორდება, ხვდებით, ხო? კარგი. მოდი ახლა მივცეთ ამ ყველაფერს სტილები. ნუ დავდგები და მოვნიშნავ question-ის buttons და ახლა ვნახოთ ამაზე რა სტილებია მიცემული. ეგ არ გვინდა. ვიცი height-ი არც ეგ არ გვინდა, არც margin-ი არ გვინდა, არც ეგ font family ნორმალები მოვაშოროთ. left-იც არ გვინდა, იმიტომ რომ სულ მარცხნივაა ჩასმული და okay. მაგრამ თუ დააკვირდებით, თვითონ ღილაკს ყოველთვის მოყვება რაღაცა ბორდერი და რაღაცა ფერი, background-ის ფერი, ხო? ამიტომ მე დავწერო border ან set, ანუ default-ად რაც აქვს, ვეუბნები რომ მოაშოროს და აქაც background colors ვეუბნები, ნუ თეთრია, ხო, აშკარად. ამიტომაც დავდგები და მივცემ ასე თეთრ ფერს. ნუ იგივენაირად white-ით შეგიძლიათ მივთითოთ, უბრალოდ მაგისი ფერის კოდია და უფრო ხშირად ამასწორებთ. კარგი. და ბარემ მთლიანად ჯერ გავწელოთ, იყოს 100%. კი ბატონო, ესე გაიწერა. ნუ text align start-ი შეგვიძლია მივცეთ. text align left-ი. კი ბატონო, ასე გასწორდება. სამწუხაროდ აქ ასე კონკრეტულად ხელით არ არის მიცემული თვითეული აი ღილაკის სიმაღლე რამდენი უნდა იყოს. ამიტომ თვალზე მივცეთ რა, რაღაცა მივამსგავსოთ. აი მოდი წითელი იყოს და დავწეროთ რომ დავუშვათ, ჯერ ამას შევცვლი რემებზე. დავწეროთ რომ ამისი height-ი დავუშვათ იყოს 3 რემი. 3 ცოტა პატარა, ამიტომ იყოს 3.5 რემი ან 3.6 რემი. კი ბატონო, ხო? კარგი, აი გაფერიც თეთრზე დავაბრუნოთ და ნახეთ ღილაკის ბოლოში არის სურათი. ამიტომ აქაც აი აქ როცა ტექსტი მთავრდება, უბრალოდ დავდგები და შევქმნი images და გადავალ image-ებში და ეს არის icon arrow. და დავწერთ ესე toggle arrow. რაღაცა უბრალოდ მივცეთ. და კი ბატონო აქ გამოჩნდება. მაგრამ ნახეთ, მე მინდა რომ ტექსტი იყოს სუსუ მარცხნივ, ეგ სურათიც კიდე სუსუ ბოლოში. ანუ გჭირდება justify content space between, ხო? შესაბამისად თვითონ ამ ღილაკსაც ახლა გავხდი display flex-ად, justify content space between, კი ბატონო, და align items centers და ეგ ყველაფერი გასწორდება, ხო? კარგი.
ზომებიც ეგ ყველაფერიც მიცემულია და ახლა მივცეთ უკვე აი ამ ქვედა პარაგრაფსაც სტილები. ამიტომ ეს მოვუშვათ question-ის შიგნით. ან question-ის შიგნით რა კონტენტი ხო დავარქვით ხო ჩვენ? question content იმასე დავარქვით. ასე. დავუდგეთ აქ, მოვუნიშნოთ ამისი სტილებიც. ეს ასე. ესეც ასე. არ გვინდა არც ვიცი, არც height-ი, არც ეგ, არც ეგ. არც ესენი, არც ესენი. და ეს იყოს 1.2 რემი. კი ბატონო, რაღაცა მივიღეთ და ახლა ამასაც შეგვიძლია რაღაცა ფერი მივცეთ, background color-ი ისევ white რომ იყოს. გასაგებია, ხო? კარგი. ახლა შევხედოთ აი ამ დაშორებასაც, ხო? ეს არის ჩვენი კონტეინერი, ეს არის body. ორი ვარიანტი გვაქვს. შეგვიძლია აი ამ ჩვენ კონტეინერს მივცეთ რაღაცა max ვიცი, მერე margin inline-ი ჩუაში გავასწოროთ, მაგრამ უკეთესი იქნება თუ დააკვირდით ნახეთ რას ვამბობ, body-ს მივცე padding inline-ი, ანუ გვერდებიდან რომ დაშორდეს. ნაი რას ვამბობ. აი ესე თუ დავუდგებით body-ზე და დავწერ padding inline-ი მარცხენა margin ხონდა, ხო? დავუშვათ 20 რემს. ნახეთ, აქედანაც 20 რემი დაშორდა, აქედანაც და სულ 100%-ია. ჯერ ვნახოთ აქ რამდენია დაშორება, 2.4 რემი, ხო? ამიტომ აქ იქნება 2.4 რემი. მოდი ცოტა დავაპატარავოთ ეკრანი. ამასაც ესე დავუჩავთ, რომ ცოტა მივამსგავსოთ ამას. ამ ეკრანის ზომა არის 375. ასე. კი ბატონო. სანამ გადადავალ აი ესე ამების დამუშავებაზე, მოდი ცოტა გავალამოზოთ თვითონ კონტეინერიც. ნახეთ, კონტეინერს შიგნით padding-ი აქვს 25 პიქსელი, 24 პიქსელი. ამიტომ აი აქ დავწერე ახლა containers padding-ი რომ ამას ჰქონდეს 2.4 რემი. კი ბატონო, ყველაფერი შიგნით შეიწია, მაგრამ თვითონ ამ კონტეინერსაც ხო აქვს თეთრი ფერი მიცემული, ხო? ამიტომაც აქაც დავწეროთ background color-ი თეთრი. და კი ბატონო, აქ padding-ი გვაქვს, აქაც ეს ფერები. გასაგებია, ხო? და მომრგვალებაც აქვს ამას. აბა, დავუდგეთ აქ ერთ წამი. ნახეთ, ამას არ აქვს რატომღაც ეგ სტილები მიცემული, იმიტომ რომ ეს შიდა კონტეინერი, აი აქ თუ ნახავთ, წამოღებულია როგორც სურათი. არ არის პრობლემა, desktop-ის view-ზე გადავიდეთ და აქ უკვე ექნება მიცემული box shadows და border radius-იც. ხო. დავუბრუნოთ ახლა. მიცეთ ეგეც. დავასეივოთ 2.3 რემია ეგ. ესეც იქნება 5 რემი. 2x5 რემი. 5 რემი და ესეც იქნება 2 რემი. კი ბატონო, აი ჩრდილიც აქვს თქვენ. კარგი. ახლა როგორ სანამ ამაზე კიდე გადავალ ერთი რაღაცა მინდა დავამატო, ნახეთ, აქ როცა მაუს ვატარებ ზემოდან, ხო, ფერს იცვლის. როგორ გავაკეთოთ ეგ? თუ დავუდგებით, მოვუნიშნავთ ისევ აი question buttons და მაგის hover-ზე, ხო, შევცვლით ფერს, მაგალითად, color-ი გახდება, ნუ რა ფერი აქვს მიცემული. ეს. ასე, გადმოვიდეთ აქეთ, აბა გავთიშოთ ის mobile-ის view და ვნახავ, აი, რომ ასე ფერს იცვლის. კურსორის ბარემ დავუმატოთ ამას, კურსორ pointer-ი იყოს და კი ბატონო, ესე ფერი იცვლება. მაგრამ ჩვენ ხო ვისწავლეთ, როგორ შეგვიძლია ეს smooth transition-ი მივიცეთ ამ ყველაფერს, ხო? აი ესე პირდაპირ რო არ ხდებოდა ეს ფერი, ამიტომ დავწეროთ transition-ი. გვინდა რომ ფერი შეიცვალოს მაგალითად 0.3 წამში დავასეივოთ და კი ბატონო, ესეც ასე იცვლება. გასაგებია, ხო? ნახეთ, რადგან CSS ხმარობთ, უკვე შეგვიძლია ეს ასე და ასე ცალ-ცალკე კი აღარ დავწეროთ. ნახეთ, რეალურად ეს ორი სელექტორი აქ ხომ მეორდება. ამიტომ ამის შიგნით დავუდგები და მოვუნიშნავ მშობელს. ვისწავლეთ ხო ერთ-ერთ ლექციაზე, რომ ამპერსენდი ნიშნავს მშობელს. და დავწერე ახლა აქ hovers და ამ ნაწილს აქეთ გადმოვიდა. ანუ ეს იგივეა, რაც წინაზე მეწერა, CSS-ში გადავა ისე, მაგრამ უფრო მარტივია წასაკითხად და თავიდან შეიძლება დაიბნეთ, მაგრამ იგივე, ანუ ეს სიმბოლო ნიშნავს იგივეს, რაც წერია ზემოთ და აღარ გიწევთ ორჯერ ცალ-ცალკე დაწერ და კი ბატონო,
ეს ნაწილიც მუშაობს. კარგი. რა შეგვიძლია ახლა ვქნათ, სანამ ახალ ელემენტებზეც გადავალთ. მოდი ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია ჩავკეცოთ ეგ კონტენტი. რეალურად ყველაზე მარტივი ვარიანტი არის, რომ default-ად, აი როცა არ არის გახსნილი, ქვედა პარაგრაფს ქონდეს მითითებული display none. არ ჩანდეს, საერთოდ იყოს ამოღებული ეს ელემენტი აქედან. აი მოდი ვცადოთ ახლა. აი ეს ხო არის ჩვენი კონტენტი. ის display none. კი ბატონო. გაქრა ეს, ხო? მაგრამ ამის დაჭერაზე დავუშვათ, ხო? უკვე მიეცეს display block-ი. ყველაზე მარტივი solution-ი ამისთვის ესაა. ამისთვის მოდით ახლა შევქმნათ main.js-ი. თქვით რომ JavaScript-ის ფაილს ვეძახით ან mains, ან scripts, ან index, როგორც გინდათ, მაგრამ ყველაზე ხშირია main-ი. და როგორ წამოვიღო ახლა ეს ღილაკი DOM-ში, ხო? DOM-იდან როგორ წამოვიღო ეგ? ყველაზე მარტივი მაგალითი რაც ვნახეთ, იყო ის, რომ buttons მივცეთ რაღაცა ID. მაგალითად question button 1. მოდი აბა წამოვიღოთ ახლა ეს. შევქმნათ const ესე button 1, ხო? და document get element by ID, ანუ ID-ით გვინდა წამოვიღოთ და აქ მივუთითოთ question button 1. რო დავწუნდეთ იმაში, რომ ნაღდად ეგ ღილაკი წამოვიღეთ და არანაირი შეცდომა არ გვაქვს, ხო? მოდით აი console log-ში გამოვიტანოთ ეგ ყველაფერი. დავასეივოთ, გადავიდეთ კონსოლში, არაფერი არ ჩანს, იმიტომ რომ მე შევქმნი JavaScript-ის ფაილი, მაგრამ ჯერ არ შემომიტანია, ხო? შემოტანაზე თქვით, რომ ძალიან ბევრი მეთოდია. ერთი არის, რომ body-ს სუსუ ბოლოში, სანამ body-ს დავუხურავთ, შემოგვაქვს ასე script tag-ი და როგორც CSS-ში links ვაძლევთ და hrefs, აქ მივცემთ source, ხო? Source-ში იქნება main.js-ი და კი ბატონო, აი ეგ ღილაკიც გამოჩნდა. მაგრამ თქვით რა მინუსიც აქვს ამ მეთოდს, ისაა, რომ ჯერ უნდა ჩაიტვირთოს მთლიანი HTML-ი. HTML-ი რო შეწყვეტს ჩატვირთვას, მერე დაიწყება script-ის გადმოწერა და დაუშვათ ორივე ძალიან დიდი ფაილია, ხო? დასაწყისში მოგიწევთ რაღაცა 1 წამი, 2 წამი loading-ი. რა ძალიან კარგი არ არის. ამიტომაც აი აქ ვსვავთ, ანუ head-ში ვსვავთ და ბოლოში ვუწერთ differs. რატომ? ნახეთ, differs თუ არ დაუწერ, null-ია. რატომ? იმიტომ რომ JavaScript-ი, როგორ ხდებოდა ჩატვირთვა, ნახეთ, ზემოდან ქვემოთ დაიწყო, მივიდა JavaScript-ამდე, გადმოიწერა, ამასობაში ყველაფერი დგას. გადმოიწერა და გაუშვა. მაგრამ რო გაუშვა, ეგ ნაწილი ჯერ ხო არ შექმნილა, შესაბამისად ვერც ეგ ბათანი ვერ წამოიღო. ამიტომ ჩვენ ვწერთ, რომ აქ იყოს differ-ი, რაც იმას ნიშნავს, რომ აქ რომ მოვა, კი ბატონო, გააგრძელოს ჩაწერა, მაგრამ აქ არ გაჩერდეს ჩვენი ბრაუზერი, ჩავიდეს HTML-ის, გადმოიწეროს და როცა HTML-ი შეწყვეს გადმოწერას, მხოლოდ მაშინ გაიშვება ეს main.js-ი და არანაირი პრობლემა არ გექნებათ. ჯერ ამაზე ხომ არ გაქვთ რამე შეკითხვა. თუ რამეა მოიწერეთ ჩატში და შევამოწმე. კარგით. ძალიან კარგი. ოკეი. წამოვიღეთ ახლა ეს ბათანი. ახლა წამოვიღოთ ეს პარაგრაფიც, ხო? როგორ დავწეროთ? const მაგალითად ესე text 1, ხო? მაგრამ იმისათვის ეგეც რომ წამოვიღოთ, ამასაც მივცეთ ID, მაგალითად იყოს ნუ text 1. მოდი ამას question-ები და ისინიც არ უნდა ზედმეტია, სხვა მეტი ღილაკი აქ ხო არ გვაქვს. ამიტომ ეს იყოს button 1 და ესეც იყოს document get element by ID და იყოს text 1. კონსოლში ამასაც გამოვიტან და text 1-საც გამოვიტან და კი ბატონო, აი ორივე ჩანს. რადგან მე უკვე დავიჭირე ღილაკი, შემიძლია ამ ღილაკს დაკლიკებაზე რაღაცა ფუნქცია მივანიჭო, ხო? და როგორ ვაკეთებდით მაგას? Button add event listener-ი და აქ ვუთითებთ პირველ რიგში რომელი მოვლენის დაჭერა გვინდა. კლიკის, ხო? დაჭერის. კლიკის და დაჭერაზე უნდა მოხდეს რაღაცა ფუნქცია.
რაღაცა arrow function-ი და რა გვინდა გავაკეთოთ, რომ ამას გავუთიშოთ display ბლოკი, ხო? ანუ დავუწოთ ეგეთი რაღაცა text 1 style მერე display და none. დავასეივოთ. კი ბატონო, გაითიშება. აბა თუ იგა გასაგები. თუ არ და თავიდან ახსნე. ოკეი. ჩართვაც ახლა ანალოგიურად იქნება. მაგრამ დავუშვათ ამის გარდა კიდევ რაღაცა ბევრი სტილი იცვლება. თქვენ ხო არ დაიწყებთ ამ ყველაფერს ასე ხელით ჩამოწერას, ხო? მოდით ვიდრე პირდაპირ JavaScript-ში ვცვალოთ სტილები. კონდეს ერთი კლასი, ნახეთ, question content-ისთვის იყოს ერთი კლასი, რომელიც იქნება დავუშვოთ opened. ანუ ნახეთ ის თქვა მინდა default-ად იყოს გათიშული, მაგრამ როცა დაემატება opened კლასი, მაშინ display გახდება ბლოკი. და როგორ შევუცვალოთ ახლა? ესე კი არ დავწეროთ, არამედ text 1 class list add კლასი opened. დავასეივოთ, ანუ default-ად არ ჩანს, მაგრამ როგორც კი დავაჭერ, ეგ კლასი გამოჩნდება. მაგრამ რა უნდა ვქნა იმ შემთხვევაში, თუ მინდა გავთიშო? ეგ უბრალოდ ამატებს ამას, ხო? მაშინ მომიწევს ჯერ if-ის დაწერა, რას გულისხმობ if-ში, ნახეთ, const is opened დავუშვათ, ხო? ამას აქვს ეგეთი class list აქვს ერთი property text 1 class list contains ჯერ უნდა შევამოწოთ ის, რომ აქვს თუ არა ეს opened-ი მიცემული. მოდით აბა ეგ შევამოწოთ. console log კონტაკ string-ად მივუთითოთ ეგ. is opened ჯერ ზემოთ ვაჩვენოთ ეს და მერე ქვემოთ. მოცადეთ. ჯერ შევამოწოთ დასაწყისში გახსნილი იყოს საერთოდ თუ არა და მერე გამოვიტანოთ. ნუ წესით ახლა ცოტა სხვანაირად გამოვიდო, თავიდან უნდა გამოვიძახო ეს. მაგრამ ერთი სიტყვით. იმის თქვა მინდა, რომ ცოტა ბევრი ლოგიკის გაწერა მოგვიწევს და მაგიტომ აღარ ვწერ ასე დეტალურად. ჯერ უნდა შევამოწოთ, შეიცავს თუ არა მაკლას და მაგის მიხედვით უნდა გავარკვიოთ, დავამატოთ თუ წავშალოთ ეგ კლასი. მაგრამ ყველაზე მარტივი ვარიანტი იქნება თუ აქ არა adds და removes დავწერთ, არამედ toggles. toggle რა შვება? თვითონ შეიცავს თავისთავში ამ ლოგიკას. თუ არა აქ კლასი, მაშინ დაამატებს. მაგრამ თუ აქვს, წაშლის. დავასევოთ და ვნახავთ. ნახეთ? ერთ დაკლიკებაზე ასე იხსნება, კიდევ ერთ დაკლიკებაზე ამას აშორებს. გასაგებია, ხო? ყველაზე მარტივი ვარიანტი ეს არის. აღარ მოგიწევთ ერთ სიტყვით თქვენი წერა. მაგრამ რო დავაკვირდე ახლა ამასაც, ნახავთ, რომ გახსნილზე ამისი font weight-ი bold-ია, ხო? ანუ უფრო სქელია. ამიტომაც ამასაც ასე აურჩიოთ. სად არის ეს? სად არის? question button-ი, ხო? ესე question button-ი. ამისთვისაც შევქმნათ ერთი კლასი opened, რომელიც გახსნისას უფრო დიდს გახდის მაგას, ხო? ერთი რაღაცა მინდა რომ გაითვალისწინოთ, ნახეთ, შეგვიძლია ერთ ელემენტზე მივცეთ ბევრი კლასი, ეგ გვახსოვს, ხო? აქ თუ question-ია, შეგვიძლია კიდევ რაღაცა მივცეთ და კიდევ რაღაცა მივცეთ, ხო? მაგრამ დაუშვათ, ნახეთ, მე მინდა ამასაც მივცე. სად არის ამისი კლასი? ამასაც მივცე. ერთი წამით ამას წავშნე. ამასაც მივცე opened კლასი. და ამასაც დაუწერო opened კლასი. მაგრამ ეს ორივე opened უნდა იყოს სხვანაირი. ან თუ ღილაკია, opened უნდა სხვა რაღაცას შვებოდეს. მაგრამ თუ question content-ია, opened სხვანაირად უნდა მუშაობდეს. ნახეთ ამისთვის რას ვაკეთებ, დავგვირდით, ახლა ეს opened-ი არის უნივერსალური. ყველასთვის არის, იმიტომ რომ ჩვეულებრივი კლასია. მაგრამ მე თუ მინდა ეს opened-ი მხოლოდ question content-ისთვის ვქნა, ნახეთ. ამას გადმოვაკოპირებ და ჩავსვავ აქეთ, ნახეთ. რაღაცა question content-ი წერტილი opened. ეს იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ ეგ სტილები მხოლოდ იმ კლასზე მიეცემა
ელემენტზე, რომელსაც ეს ორივე კლასი აქვს მიცემული. აი რომ დავურწმუნდეთ ახლა ამაში, ნახეთ, background color red რო დავწერო და ამასაც რომ მივუთითო ახლა opened. კი ბატონო, წითელი გახდება, მაგრამ ამას რომ მივუთითო ეს opened, ეგ წითელი ეს ღილაკი უკვე აღარ გახდება. ნახეთ, ეს რო არ დამეწერა. ეს გახდებოდა წითელი, ნუ ზემოთ მიწერე ეგ და მაგიტომ არ ჩანს, მაგრამ წესით ასე რო ვქა, ხედავთ ხო? ჩანს ეგ ღილაკი და ეგეთი რაღაცები რო არ მოხდეს, მაგიტომ წერთ აქ წინა კლასის სახელს და მერე ამას. გასაგებია, ხო? ეგ ნიშნავს თუ ორივე კლასი ერთად იქნება ჩასმული. კარგი, ამას opened-ი მივეცით. ახლა ამასაც რო opened-ი მივცეთ, ისევ და ისევ დავდგები და დავწერ question button-ი და კიდევ ამ button-ს თუ აქვს opened-ია. ეგ უკვე სხვა იქნება. ან შეგიძლიათ ორივეს სხვადასხვა კლასი მივანიჭოთ უბრალოდ. აი სიმარტივისთვის ასე დავწერო, მაგალითად button opened იყოს ეგ და ის იყოს მხოლოდ დაუშვათ text opened. ხვდებით ხო, უბრალოდ ძალიან ბევრი მეთოდია, რომელიც გინდათ ის გამოიყენეთ, მე დავწერ მაშინ ასე text opened. იმიტომ რომ ალბათ ეგ უფრო მარტივი არის წასაკითხად. text opened, მაშინ აქ დავამატოთ text opened და თვითონ button-საც, თვითონ ღილაკს ხო, აქ დავამატოთ button 1 class list-ი toggle და იყოს button opened. მგონი ესე ეწერა opened. აუ ნახოთ რა მივეცი აქ. button opened და font weight-ი ამას აქვს bold. ნახეთ, default-ად ასე, მაგრამ რო დავაწვევი, ეგ სტილიც მიეცა, კლასიც და ესეც გაიხსნა. აბა რო შევხედოთ, რო შევადაროთ, კი ბატონო, აქაც font weight-ი bold-ია მიცემული. გასაგებია? კი იგივე იწერება, მაგრამ გიმარტივებს. ნახე, აი ამას CSS შენ ვერ დაწერდი. აი ეს hover-ი რო დაგეწერა ახლა ხო, ნახე, შენ მოგიწევდა აი ამის question button-ის დაწერა და მერე კიდე hover-ის აქეთ მიწერა. მაგრამ CSS-ით, ეს CSS-ის ამას ესე მარტივად იზევ რა, აღარ გინდა რაღაცების გამეორება. ანუ ნახე, ეს CSS-ი იგივე CSS-ია. უბრალოდ რაღაცებს გიმარტივებს, რაღაცებს ამატებს და რაღაცებს ამარტივებს. გასაგებია? აი ხე ძალიან მარტივი მაგალითია, შეიძლება თქვა რომ აი რა თქინდა ეს CSS, მაგრამ დამიჯერე აი ძალიან დიდ პროექტებში ეს CSS-ი ძალიან დაგეხმარება რა. ნუ ყველაზე მარტივი ისევ hover-ი ეგ რა. კარგი, ესეც თუ გასაგებია, ახლა მინდა აი ეს ის არის ჩემოვატრიალო. ცოტა მოდით გავზარდოთ, რომ ეგეც გამოჩნდეს. ნახეთ, default-ად ეგ ის არის დაბლა ჩამოწეული, მაგრამ გახსნისას ეგ ტრიალი ის არის ტრიალდება. პირიქითაა ნაჩვენები, ხო? ნახეთ, ცალკე ამისთვის სურათი არ გვაქვს მოცემული, შეტრიალებული ის არის არ არის. რა უნდა გავაკეთოთ? რა და ჩვენით ხელით შემოვატრიალოთ ეგ ის არის. და როგორ ხდება ეგ? აბა ამ ისარს ახლა მივცეთ სურათ კლასი, შეგვიძლია ან კლასი მივცეთ, ან მოვნიშნოთ როგორ question-ის button-ის image, ხო? ნახეთ, ბარემ აი CSS კიდე გაჩვენებთ რითაა კარგი. question-ის button-ის image, ხო? ან რადგან უკვე აი ეს გვაქვს უკვე ჩამოწერილი, ხო, question button-ი დავდგეთ და აქ მოვნიშნოთ image. იგივეს ნიშნავს. ხვდებით ხო? აი nesting-ი, აი როგორ ჩადგმული ფორციკლები რო იყო რა. მაგრამ მოდი მაინც ამას მივცეთ კლასის სიმარტივისთვის. class arrow button ასე რო იყოს, ხო? და რა ვთქვათ, რომ arrow button-ი რო იყოს, ხო? გახსნილზე გვინდა რომ შეტრიალდეს, ხო? როგორ გავაკეთოთ ახლა, ნახეთ. შეგვიძლია ესეთი რაღაც ვქნათ, რომ arrow buttons როცა დაემატება კლასი, დავუშვათ flipped, ხო? transform rotate 180 გრადუსით. ახლა შევხედოთ ამას, აბა, ისევ წამოვიღოთ ეგ სურათი, ის არის, ამასაც მივცეთ ID რაღაც arrow 1. აქაც დავდგეთ და
იგივე დავწეროთ, რომ arrow 1 დოკუმენტით arrow 1 ხო სწორედ წამოვიღე. კი ბატონო, 1-ია და ამასაც arrow 1-საც w გვინდა, ასე class list-ი toggle flipped დავუმატოთ, ხო? ნახეთ? ახლა ეს დავაპატაროთ. რომ დავაწვევი, აი ტრიალდება, ხო? მაგრამ ამასაც პატარა ანიმაცია შეგვიძლია გავუწეროთ, თუ უბრალოდ arrow buttons, ხო? დავუწერთ, რომ transition-ი, რისი transition-ი გვინდა? transform-ის, ხო? წინაზე first ვცვლიდით და აგვწერდით first, ხო? ამიტომ მაგ გვინდა transform, ჯერ ნუ კარგად რო გამოჩნდეს, 3 წამს დავწერ, ნახეთ? აი რანაირად გადადის, აი 3 წამში დასრულდა ეს transition-ი, მაგრამ მივწერ 0.3 წამს და კი ბატონო ესე smooth-ად გადადის. ხვდებით, ხო? კარგი. მაგრამ პრობლემა ახლა რაშია? რაში და ნახეთ ამ შემთხვევაში არის 6 შეკითხვა. დაუშვათ 8 აქვს. ან შეიცვალა და 4 გახდა 3 და ასე შემდეგ. ხელით ხო არ შევქმნით ახლა 6-ვე ღილაკს, ეს 6-ვე ტექსტს, buttons და ასე შემდეგ და 6-ვე ხო არ გავუწერთ ამ ლოგიკას, ხო? რაღაცნაირად უნდა გავამარტივოთ ეგ ყველაფერი. ამიტომ, ნახეთ, სათითაოდ კი არ წამოვიღოთ ეგ ღილაკები, არამედ წამოვიღოთ მათი კოლექცია. დავაკომენტარებ ამას და რას გულისხმობ. მოდით ეს ID-ები მოვაშოროთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ელემენტი გვექნება ახლა და თვითონს ხო არ გავუწერთ ახლა ამ უნიკალურ ID-ს და გადმოვაკოპიროთ თვითონ შეკითხვა. ანუ აკორდიონი კარგი იყოს, მან შეკითხვა გადმოვაკოპიროთ. საიდან იწყება შეკითხვა? აი აქედან, ხო? აი ეს არის შეკითხვა. ჩავუსვათ და 6 წელი შევქმნათ, ხო? ახლა დინამიურად როგორ წამოვიღოთ 6-ვე შეკითხვა. ჩვენ ვისწავლეთ წინა ლექციაზე, რომ ერთი ელემენტის გარდა შეგვიძლია წამოვიღოთ ელემენტების კოლექცია. არის რამდენიმე ვარიანტი. ერთი რომ კლასის სახელებით წამოვიღოთ, HTML-ის თაგებით, ან query-ით რო იყო, ხო, რომ გავიარეთ. მოდით, რა ვქნათ, სათითაოდ კი არ წამოვიღოთ, ჯერ ეს ღილაკი, მერე ეგ სურათი, მერე ეგ ტექსტი. წამოვიღოთ თვითონ ეს შეკითხვა და მერე მაგ შეკითხვის შიგნით მივწოდებით თითოეულ button-საც და image-საც. ანუ questions თუ არ წამოვიღებ და ცალ-ცალკე წამოვიღებ, გამომივა რომ წამოვიღებ ჯერ ღილაკების კოლექციას, მერე ამ ისრების კოლექციას და მერე ტექსტების კოლექციას და ერთმანეთთან დაკავშირება გაგვიჭირდება. აი მაგალითად ვერ მიუთითებთ რომ პირველი ან მესამე ღილაკის დაჭერისას რომ უნდა გაიხსნას მესამე კოლექცია. ავირევით, რაღაცა კატასტროფა მოხდება. ამიტომ ვიდრე ეგეთ ცალ-ცალკე წამოვიღოთ როგორც ერთი ობიექტი, ესე question-ი და questions უკვე შიგნიდან მერე ჩვეულებრივად მიწვდებით. ნახავთ ამ ყველაფერს ახლა. უღეთ const questions და დოკუმენტიდან წამოვიღოთ get elements by class name და მიუთითოთ აქ თვითონ question-ი რო წამოვიღოთ, ხო? და console log-ში გამოვიტანოთ questions. აბა, ნახეთ, აი HTML-ის კოლექცია და აი 6-ვე ელემენტი მივიღე. ერთი ვარიანტი იყო ეს, მეორე ვარიანტი თუ გახსოვთ, კიდე იყო query selector 2-ლით. ნახეთ, questions const document query selector all და query selector-ში რას ვწერდით? როცა ვწერდით get element by ID-ს, ვუთითებდით ID-ს. class name-ში ვუთითებდით class. by HTML tag რო იყო, ვუთითებდით HTML-ის tag-ს და query selector-ში პირდაპირ ვწერთ აი ამ ჩვეულებრივ CSS-ის სელექტორებს. ანუ თუ გინდა წამოვიღოთ დაუშვათ h1 დაწერთ ასე, თუ გინდათ წამოვიღოთ ID, ID-ს ხო დიეზით ვწერდით, ხო? მიუთითებთ ასე. class-საც წერტილით ვნიშნავთ, შესაბამისად იქნება რაღაცა ესე question. მაგიტომაც ასე წამოვიღებ. questions. დავასეივებ და აქაც მივიღებ აი 6-ვე ელემენტს. მაგრამ ისიც ვთქვით, რომ რასაც ვიღებთ, ამ შემთხვევაში გაბრუნებს node list. გავს massive-ს. massive-ის რაღაცა განშტოებაა და რაღაცეები მაგაზე არ მუშაობს.
ამიტომაც მოდით და ეს გადავაქციოთ ორიგინალ მასივად რა. ერთ-ერთ ლექციაზე, JavaScript-ის ლექციაზე ისწავლიდით ამ spread ოპერატორს. და რომ დავაკონსოლო ახლა ეგ შედეგი უკვე ჩვეულებრივი მასივია. ანუ წამოვიღე ყველა ელემენტი, მაშინვე გადავაქციე ჩვეულებრივ მასივად და უკვე ამას ასე ვეყნებ. როგორ შევუცვალო ახლა თითოეულ ელემენტს რაღაცა ლოგიკა, ხო? როგორ და უნდა დავყვე. სათითოეულ ამ ელემენტს დავყვე. და როგორ დავყვეთ? for ციკლით. გინდათ while-ით, გინდათ for each-ით, როგორც გინდათ. თავარი ლოგიკა იმაშია, რომ ყველა ელემენტს უნდა დავყვეთ. აი რო დავწერთ let i უდრის null-ს, i ნაკლები არის question-ის length-ზე i++. ჩვეულებრივ, აი წარმოიდგინეთ, რომ აქ რაღაცა მასივი, არაფერი ახალი. და კონსოლში გამოვიტანოთ თვითეული ელემენტი. როგორ გამოვიტანოთ თვითეული ელემენტი? ესე questions i, ხო? აი როგორც ადრე წერდით array i და კი ბატონო, აი მივიღე ის 6-ვე მასივი. ჯერ მითხარით რამე გაუგებარი ხომ არა? ძალიან კარგი. ახლა რადგან ჩვენ გვაქვს წოდომა თვითეულ აი ამ შეკითხვაზე, შეგვიძლია დავუშვათ, აი დგავართ ხო for ციკლში აი ამ შეკითხვაზე, ხო? არ ვიცი მე რამდენი შეკითხვა. შეგვიძლია ამისი ბათნი გამოვიტანოთ. ასევე პარაგრაფი. ნახეთ, ადრე თუ წერდით document get element by id, ახლა დავწერთ აი ესე const button იყოს არა document, არამედ questions i query selector დავუშვათ და იყოს button-ი. ანუ როგორ მუშაობს თითოეული იტერაციისთვის, ანუ ჯერ რომ 0, ანუ ამაზე გაიშვება, წამოიღებს აქედან, ანუ questions i ხო არის პირველი შეკითხვა. პირველი შეკითხვის buttons, button-თან ერთად წამოიღებს contents, ხო? ტექსტი დავარქვით წინაზე, ამიტომ აქაც იყოს ტექსტი და ამას დავარქვით question content-ი. და აქაც შეგვიძლია ნუ უბრალოდ გამოვიტანოთ ეს button-ი და ტექსტი. და ნახეთ, აი ეს არის button-ი და პარაგრაფი არ ჩანს, იმიტომ რომ display none-ია მითითებული. რადგან ჩვენ უკვე დავიჭერთ ღილაკის და პარაგრაფის, თვითეულ აი ამ ღილაკს უკვე შეგვიძლია მივცეთ add event listener-ი. ანუ იგივე გადმოვაკოპიროთ, რაც ადრე ეწერა. კლიკზე გაიშვას რაღაცა ფუნქცია და რა დაწერსოთ text class list. მოდი ამას უკვე გადმოვაკოპირებ, უკვე აღარ გვინდა ეს. ოღონდ ამას ერთიანებიც აღარ უნდა, იმიტომ რომ ჩვენ ესე შევქმნით და ამასთან ერთად ერთ arrow-საც დავიჭერ ახლა. გვინდა arrow და წამოვიღოთ image-ის tag-ი, HTML-ის tag-ი, ხო? პირდაპირ tag-ი, ეს image. აბა ვნახოთ ახლა. თუ ამას მივცემ, კი ბატონო. გაიშვა ეს ლოგიკაც? კი ბატონო და კი ბატონო. მგონი ამას მუქი არ აქვს მიცემული. აბა ვნახოთ რატომ არ აქვს. button opened, კი ბატონო, ეგ მიეცა. აბა შევხედოთ აქ. question button აქ ესე წერია. აი ესე მივცეთ ჩვენ. აი მუქიც ესე გამოჩნდა. გასაგებია ხო? ეს ნაწილი თუ არა? ძალიან აი ვცდილობ ყველა ეტაპზე გკითხოთ რა, რო არ აირიოთ ძალიან. კარგი, სანამ ახლა გადავალ სხვა კიდე ლოგიკის გაწერაზე, მოდი ცოტა სტილებსაც დაუბრუნდეთ და რას გულისხმობ ამაში, რომ აშკარად რაღაცა აი აქ სიმაღლეები აქვს ამას მიცემული, ხო? ამიტომ ცოტას რას ვიზევრო? სადაც ესე question button-ი height საერთოდ 4 რემსაც დაუწერ, იყოს რაღაცა ესე. Content-საც რაღაცა სტილები აქვს მიცემული. ნახეთ, თვითონ აი ამ შეკითხვას აქვს ხაზი. ნუ შეგვიძლია ეგ ხაზი გავაკეთოთ border bottom-ით და დავუწეროთ, რომ ქვედა border-ი ქონდეს მარტო, ეს border-იც იყოს 1 პიქსელის ხელა და ზომა კი არა და ფერი რა აქვს ამას. ასე ფერი. კი ბატონო, ასე ჩანს, მაგრამ ნახეთ, როგორც კი
მოვაშორებ ამ შეკითხვას. ეს ბორდერის ქრება, რატომ? იმიტომ რომ ეგ ბორდერი მივეცით ჩვენ ამ პარაგრაფს, რომელიც პარაგრაფი ხან ჩანს, ხან არა. ესეთი რაღაცა რო არ მოხდეს, ხო და სულ რო ჩანდეს. მოდით პირდაპირ შეკითხვას მივცეთ. ანუ question ელემენტი რაც გვაქვს, question პირდაპირ მაგას მივცეთ border bottom-ი და აწი ეგ ყველაფერი სულ ჩანს. ერთმანეთის შორისაც დაშორება შეგვიძლია მივცეთ, რავი, 1.5 რემი იყოს ეგეთი დაშორება, გავხსნათ ეგ და ნახეთ ამ ხაზსა და ტექსტ შორისაც რაღაცა დაშორება. რამდენია 16 პიქსელი. ხო და მეც ახლა დავწერო თვითონ question-იდან padding bottom-ი იყოს სულ 1.6 რემი. ოკეი. აბა, ნახოთ. ესეც ასეა, ესეც ასეა. მოდი თვითონ აი ამას მივცეთ უკვე. კონტენტს მივცეთ და დაშორება გქონდეს ამდენი. ყველა შეკითხვა ასე ჩანს, რო იშლება ასეა. მერე გვაქვს ამათ შორის დაშორება, ხო? რამდენი 38 პიქსელი. მაგრამ დაშორება გვაქვს არა questions შორის, არამედ აკორდიონის კონტეინერი რო გვაქვს, ამასა და h1 შორის. დავწეროთ ასე. h1 სად არის? აკორდიონი ჯერ არც გამოგვიყენებია, ამიტომ ესე. აკორდიონ, ან პირდაპირ h1-ს მივცეთ უბრალოდ margin bottom-ი რაღაც გვინდა ამისი გამოძახება. bottom-ი რამდენი იყო? 40, ანუ 4 რემი. კი ბატონო, ესეც მივიღე. კარგით, კიდე რისი დამატება შემიძლია? აქ. ერთი ის რომ სად არის კონტეინერი padding-ი 2.4 ხო არის, მაგრამ ხშირად ქვემოდან უფრო მეტია, ამიტომ აი ესე დავწეროთ padding bottom იყოს დაუშვათ 3 რემი. და ცოტა აი ყბასავით, ყბას ეძახიან ამას. ასე გამოჩნდება. კარგით. ახლა რისი შესწორება მინდა? რისი და როდესაც რაიმე ელემენტს ხსნი და დაუშვათ გავხსენი და დავტოვე ესე. მეორე ელემენტზე რო გადავდივარ, ეგ ელემენტი წინა უნდა დაიხუროს. ოღონ მე არ მეცოდინება რომელია წინა, შეიძლება ეს იყოს, შეიძლება ეს არ აქვს მნიშვნელობა. თუ ხსნი მეორეს წინა უნდა დაიხუროს და როგორ კეთდება ეგ? მოდით აბა შევხედოთ. ერთ-ერთი ვარიანტი არის, რომ ნახეთ, როცა ვაწვევი ესე ღილაკის გახსნას, გავთიშო ყველა აი ეს კლასი, რას გულისხმობ? მაგრამ სანამ მაგას გავაკეთებ, ერთი რაღაცა უნდა გასწავლოთ. ვიდრე აი ასე სათითაოდ ყველა ელემენტს მივცე კლასი და მე ამ კლასებში ავირიო, ერთი ძალიან მაგარი მეთოდი არის, რომ თვითონ questions მივცე open-ად. აი, მარტო ამ ელემენტს როცა მივცემ ამ კლასს, ამ კლასის მიხედვით უნდა შეიცვალოს ესეც, ესეც და ესეც. და აღარ მომიწევს სათითაო ელემენტის ასე გამოძახება და თითოეულისთვის კლასის შეცვლა. აი რას გულისხმობ მაგაში, ნახეთ? აი შემიძლია სუსუ ბოლოში დავწერო, რომ თუ question-ზე, ხო, question-ზე არის მიცემული opened კლასი, მაგ შემთხვევაში მე მინდა, რომ button-ის font weight-ი გახდეს bold-ი. ხოლო image, ხო, image ხო ქონდა, მაგისი transform-ი გახდეს rotate, რამდენი 180 გრადუსი და ბოლოს question content-საც უნდა მოუშალოთ, აპირიქით გამოვაჩინოთ display block-ი. ახლა ამასაც დავაკომენტარებ, ეხლა აღარ მჭირდება, არც button open და აღარ მჭირდება, არც button flipped. აქაც უკვე ასე კი არ დავწერ ამ ყველაფერს, არამედ უბრალოდ მოვნიშნავ თვითონ აი ამ შეკითხვას, ანუ questions is და მაგას დავუმატებ opens. დავასეივებ, აქ opens ერთსაც მოვაშორებ და ნახეთ, იგივე სრულდება. ოღონდ ბევრად ნაკლების დაწერა გვიწევს. თან ამისი გაკონტროლებაც უფრო მარტივია, იმიტომ რომ ყველა სტილი გახსნისას, ხო, წერია ერთ ადგილას და არ არის სხვადასხვა ადგილებში ესე გადაყრილი, რო ვთქვათ რა. კარგი, ახლა როგორ გავთიშოთ ეგ? ძალიან მარტივად. სიტყვიერად ვთქვათ და კოდიც მარტივად დაიწერება. ღილაკის დაჭერაზე
ყველა წინა გახსნილი უნდა გაითიშოს. რომელია ეგ არ ვიცით, ამიტომ ნახეთ რა ვშვებით. დავუყვეთ questions თავიდან, აი ესე questions let j უდრის nuls j ნაკლები არის question-ის len-ზე და j++. ანუ დაჭერისას თავიდან დაყვეს ყველა questions და ყველა questions ასე ნახეთ questions j class list remove წაუშვადე open-ი. აი დავუშვათ ეგ გავხსენი ხო? როცა დავაწვევი უკვე ამ ღილაკს, ისევ დაყვება ყველა შეკითხვას და თუ რომელიმეს ექნება წაშლის და მე რო დამთავრდება ეს for ციკლი და ყველა გაითიშება, ხო? ამას უკვე მისცემს opens, ნახეთ? შეიძლება დაიბნეთ, იმიტომ რომ ორი for ციკლია. თავიდან ავხსნი ამასაც, ეგენის უკვე აღარ გჭირდება, ამასაც დავაკომენტარებ. პირველი for ციკლი გვინდა რომ დავუყვეთ თითოეულ ელემენტს თავიდან და თითოეულ ღილაკს მივცეთ რაღაცა ლოგიკა და მეორე იმისთვის გვინდა რომ გავუთიშოთ opened კლასი ყველა სხვა შეკითხვას. აბა ეგეც მითხრეთ, ეგ თუ გასაგებია და გადავალ შემდეგზე. კარგით. მაგრამ ერთი პრობლემა აქვს ამას, ნახეთ? კი ბატონო, მუშაობს იდეალურად, ზუსტად იმას შვება, რისი გაკეთებაც მინდა, მაგრამ ეგეთი ლოგიკა უნდა იყოს ამას ჩადებული, რომ როცა თავის თავს დავაწვევი, ეგ ღილაკი უნდა გაითიშოს. მაგრამ არ ითიშება. რატომ შვება ამას? ძალიან სწრაფად ხდება, თქვენ ვერ უხედავთ ამას. რატომ და ამასაც უთიშებს და მე ისევ აძლევს კლასს. ერთ სიტყვით ირება. ამიტომ ეგეთი რაღაცა დავწეროთ. თუ ეს question-ი, აი ხა დავწერ და მიხვდებით. question-ი არ უდრის questions j-ს. და ეგ ჩავსვათ აქეთ. თუ არჩეული question-ი დასაწყისში არ უდრის აი ამ შიგნით გადატარებულ questions, ანუ ორი სხვადასხვა question-ია, მაგ შემთხვევაში წაუშალოს. და რას უნიშნავს? აი თუ ამისი დაჭერა მინდა, ხო? კი ბატონო, ეს კლასი წაშალოს. მაგრამ თუ ისევ თავის თავზე ვდგები, მაშინ აღარ წაუშალოს ეს კლასი, იმიტომ რომ დაბლა ხო მიწერია toggle. და ეს toggle თვითონ გათიშავს ამას. აბა რა შედით? თავიდან ვიტყვი ამას კიდევ. პრობლემა იმაში იყო, რომ აი ძალიან ნელა გავუყვეთ, რომ ყველა კლასს რო თიშავდა თავის თავსაც თიშავდა. ნახეთ, ამას რო ვაწვევი, რეალურად თავისი თავი გათიშა ამან. მაგრამ დაბლა ხო კიდევ ეგ გვიწერია და ეგ უკან უბრუნებს ამ კლასს და მაგიტომაც სულ რჩება ჩართული. სხვა ელემენტებზე ჩვეულებრივად მუშაობს, იმიტომ რომ კი ბატონო გათიშვა მინდა და მე ახალ ელემენტს გვინდა რომ დაემატოს ეს open-ი, მაგრამ თავის თავზე აშორებს, მაგრამ მე ისევ ამატებს. ხო და ჩვენ ვეუბნებით ეგეთ რაღაცას, რომ თუ ისევ თავის თავზე დგახარ, მოდი აღარ წაშალო შენით. იმიტომ რომ დაბლითა აი ეს ბრძანება თვითონ წაშლის ამას და ამიტომაც ეგ ყველაფერი ასე ითიშება. კი, შეიძლება კარგი შეკითხვა არის, მაგრამ ცოტა ბევრი გაწერა მოგვიწევს ამისთვის და გართულდება კოდი, ამიტომ სიმარტივისთვის ასე იყოს რა. რეალურად რა შეგიძლია ქნა, იცი, ერთი ვარიანტი, რომ არა display nani იყოს, არამედ height-ი 0 იყოს, რომ ესე საერთოდ არ ჩანდეს. და რო ჩამოშლი მაგას, height-ი დაუშვათ, მიუნიჭო 5 რემი. და კი ბატონო, რაღაცა ესეთი ანიმაცია გექნება. თუმცა ნახე, შენ არ იცი ზუსტი ამისი სიმაღლე. ანუ შეიძლება აქ იყოს უზარმაზარი ტექსტი და 5 რემი სანტიმეტრი ვთქვი წინას, ხო, 5 რემი არ ეყოფა ამას რა. დასჭირდება დაუშვათ 10, 20, 30 და ასე შემდეგ. და თითოეული შეკითხვისთვის ასე ზუსტად ვერ გამოთვლი მაგას. მან გვჭირდება გრიდები. ბოლოსკენ გავაკეთოთ ეგ. ახლა რო გავაკეთო რაღაცეები აირება. ამიტომ კაი შეკითხვაა იყოს ასე, მაგრამ სიმარტივისთვის იყოს ჯერ display nani და display block-ი. კარგით, უკვე შევიშვათ ამ ლოგიკის გაწერას და დავუბრუნდეთ ახლა სურათს რა.
სურათს რო ვუყურებ, აშკარად აქ არის გამოყენებული position absolute. რატომ? იმიტომ რომ main-იდან ამოვარდნილი არის, ხო? ამიტომ მოდი ჯერ ეგ სურათი დავამატოთ image კონტეინერში, ცალკე ხო შევქმნით ამისთვის კონტეინერი. ცალკე რატომ შევქმნი? ხო შემიძლია რაღაცა ერთი სურათი დავამატო და მაგ ერთ სურათს მივცე ხო რაღაცა სტილები, მაგრამ ნახეთ ორი სურათი ერთადაა და რათა ერთად გავსტილოთ, ხო, ჯობია ერთ კონტეინერში იყონ და მაგ ერთი კონტეინერის მიხედვით გავასწოროთ. აქ დავამატოთ იმიჯები, იმიჯებში ჩვენ გვინდა მობაილი რაღაცა დავწეროთ illustration ასე. illustration-ი შევეშვა ჯერ მაგ ჩრდილს, მხოლოდ ეგ გავაკეთოთ. კი ბატონო, ყველაფერი დაბლა გაწია, მაგრამ ჩვენ რა გვინდა დავწეროთ, რომ image container-ი იყოს position relative და შიგნითა image კლასი მივცეთ ამას. class main image ესე main image იყოს position absolute. რატომ მივეცი ამას relative? რო არ მივცეს relative, ეგ სურათი default-ად გასწორდება აი ამ ბადის მიხედვით. ხო? მაგრამ ჩვენ მოდი ამის მიხედვით გავასწოროთ და მაგიტომაც ასე ვწერ. კარგით. ახლა სურათის ბუნებრივი ესე ნატურალური ზომა არის ეგ. მაგიტომაც ჩანს ასე თლიან ეკრანზე. ეგ შეგვიძლია გამოვასწოროთ. მოდით არა თვითონ სურათს დავუწეროთ ზომა, არამედ image containers და სურათიც მაგის მიხედვით გასწორდება. ამისი სიგრძე ახლა არის 240 პიქსელი. ამიტომ ჩვენ დავწეროთ რომ მოდი და ამისი width-ი იყოს 24 რემი და ნუ სურათსაც ყოველთვის width 100% მივცეთ და ესეც ასე გასწორდება. გასაგებია, ხო? შეგვიძლია ესე იცით რა ქნათ მარტო ეგ სურათი კი არა, მოდი თვითონ კონტეინერიც აბსოლუტი გავხადოთ. ცოტა შევცვალოთ მიდგომა, აბსოლუტი. ორივე სურათი რო ერთნაირად გაიწევს. მიხვდებით ახლა ისე თქვაც მინდა. ამიტომ ეს მოვაშოროთ და ახლა აი აქ x ღერძზე მთლიანი ეს კონტეინერი როგორ ჩავსვათ შუაში. ვისწავლეთ რო გვაქვს left 50 50-ით გაწევს. ახლა არ ჩანს რო შუაშია, მაგრამ რეალურად შუაშია. აი ეს წერტილი, აი ეს ხაზია შუაში, ხო? ანუ აი ამის 50 არის. და თვითონ ეგ რო გაიცენტროს, მაგისი ცენტრი უნდა ჩავსვათ ამ ხაზში. ანუ left-ი ამოძრავეს მთლიანი ვებგვერდის მიხედვით და translate-ით შეგვიძლია თვითონ ელემენტი ვამოძრავოთ მისი ღერძის, აი ხო რაღაც ღერძი აქვს, მაგისი ღერძის მიხედვით. ნახეთ, translate x-ი -100% რო დავწერო, სულ აქეთ გადავა. რატომ? იმიტომ რომ აი აქ ხო ქონდა რაღაცა ცენტრი და თავისი 100%-ით, ანუ თავისი 100%-ით აი აქეთ გადასვა ეგ წერტილი. 100% რო დამეწერა, ანუ დადებითი მარჯვნივ, ხო? ცენტრი ხო აქ იყო, ამიტომ აი აქეთ გადმოიტანა. მაგრამ ჩვენ დავწეროთ -50. ისევ და ისევ ნახეთ, აი აქ არის ეს წერტილი ზუსტად ცენტრშია, ზუსტად და ჩვენ გვინდა რომ ამისი თვითონ ობიექტის ცენტრი გადმოვიტანოთ აქეთ. ამიტომაც წერტილ translate x-ი იყოს 50 და კი ბატონო ცენტრში ჩაჯდა. ახლა ზემოთ ავწიოთ. ზემოთ რომ ავწიოთ, ნუ ამას გავუწეროთ ტოპი, ოღონდ მინუსებში უნდა დავწეროთ, იმიტომ რომ აქ რო დავწეროთ 10 რემი, ეგ ჩავა. მაგრამ ჩვენ გავუწეროთ -10. ზუსტი ამისი ზომებიც არ არის აქ მიცემული, ამიტომ თვალზე დავუსვათ. აი სადღაც ეს ხაზი აქ უნდა იყოს, ხო? ამიტომ ესე 11. კი ბატონო. ახლა მეორე პრობლემა გვაქვს. და რა არის ეგ პრობლემა? და ვებგვერდი ეს კონტეინერი შუაში უნდა იყოს, ხო? ეგ კიდე მხოლოდ ზემოთაა მითითებული. რადგან გვინდა რომ მთლიანი ჩვენი ვებგვერდი იყოს შუაში, პირდაპირ ბადის მივცეთ display flex-ი. right? ამას მივცეთ display flex-ი და align items center. ნუ justify content-its space center მივცეთ ან space between-ი არ აქვს შეობა. space between მგონი უფრო გაწელავს? არა, არ გაწელა, იყოს ასე და თვითონ კონტეინერს ვუთხარ და ვიცი იყოს 100% რომ გაიწელოს. ეგ ჩამოვიდა.
კი ბატონო, მაგრამ ნახეთ, აქ სხვა პრობლემა ვნახეთ. რადგან ეს ჩვენი სურათი დეფოლტად ისევ არის გაცენტრილი და გასწორებული ბადის მიხედვით და ჩვენ თუ გვინდა გავასწოროთ უკვე ამის მიხედვით, თვითონ კონტეინერს გავუწეროთ, ამას გავუწეროთ position relative და უკვე ამის მიხედვით გასწორდება. გასაგებია, ხო? კარგი. ახლა გვაქვს სურათსა და ამას შორის დაშორება. აქ კიდე ერთმანეთის ზემოთ დგანან. რატომ? იმიტომ რომ რადგან იმას მივეცით position absolute, ის ამოვარდა, ხო? layout-ით, ანუ ვებგვერდის სტრუქტურიდან ამოვარდა. შესაბამისად, ამანაც ამისი ადგილი დაიკავა. და როგორ შევავსოთ ეგ ადგილი, ხო? ავიღოთ და ან ამას მივცეთ margin top-ი, რომ ზემოდან დაშორდეს. ან თვითონ კონტეინერს მივცეთ padding-ი 132 პიქსელი. padding, ნახეთ, padding top-ი 132, ანუ ასე. და ეს ასე ჩამოვიდა. მეხტვით, ხო? ანუ იმის ილუზიას ვქნით, თითქოს აქ რაღაცა დგას და რეალურად უბრალოდ დაშორებას ვქნით, რადგან ეს სულ სხვაგან ცალკე დგას. ნუ აქაც რადგან bottom-ი და top-ი მაგ მიცემული, ეს იყოს, გამოდის ეს მხოლოდ რჩება მარცხენა და მარჯვენა padding-ისთვის, ხო? ამიტომ padding inline-ი იყოს ასე. გასაგებია ეს ნაწილი ჯერ თუ არა. ძალიან კარგი. კარგი. ვებგვერდის შუაში კი ჩავსვით, მაგრამ როგორც ხედავთ, საკმარისი არ აღმოჩნდა. რას გულისხმობ მაგაში, რომ თუ აი ვიღაცას აემხილა ეკრანი აქვს, ხო? ეს ნაწილი დაიკარგება. ამისი გამოსავალი იქნება, რომ ბადის მივცეთ დაშორება ზემოდან და ქვემოდან დაუშვათ 10 რემი. ნუ padding block-ი ახლა ნახოთ 20 რემი. აბა რატომ არ ჩამოდის ეგ? მოვნიშნოთ ახლა body და ვნახოთ ამისი padding-ი, padding block-ი აქვს მიცემული. display flex-იც ეგრე არის. აბა ერთი წამი ასე დავუწეროთ და ასე დავუწეროთ 30. ხო, ესე მოაშორა. ხო, ძალიან საინტერესოა რატომ შვება ასე, მაგრამ იყოს ერთ სიტყვით და მე ამას მიუბრუნდებით. ან ამას დავუწეროთ margin top-ი, იყოს ერთ სიტყვით დროებით მასე იყოს. და ჩავსვათ ახლა ჩრდილის, ხო? ოკეი, ანუ კონტეინერი გვაქვს, დაბლაც უნდა იყოს ჩრდილი. ეს არის decoration-ი, ანუ pattern-ი, აქ რო ეწერა mobile-ი. და აქაც დავწერთ pattern image და ამასაც მივცეთ კლასი class pattern image. ესეც აჰა, ასე გამოჩნდება. ნახეთ, როგორი რაღაც არის, რადგან თლიანი აი ეს შობელი, მაგისი image კონტეინერი, აი, რო გავაწითვლო ახლა. არის position absolute. შეგვიძლია აი ასე ქვემოთ რომ დავუსვათ ეს ჩრდილი, ხო, ასე. ესეც გავხადოთ კიდევ ერთი position absolute, მაგრამ ამაზეც მოგვიწევს ამის გაწერა. მერე ამისი გაწერაც, მერე ამისი და ასე შემდეგ. ერთ ვარიანტს გთავაზობთ, რომ ეს უბრალოდ ასე იდგას, მაგრამ ვიზუალურად ზემოთ ავწიოთ. ანუ position-ი ხო კონკრეტულად სვავს ამ ელემენტს სადღაცას, მაგრამ ვიზუალურში რას გულისხმობ? pattern image დავუწევთ ასე transform translate y-ი დავუშვათ 10 რემით. აი ცოტა დაბლა ჩამოვწევ და გამოჩნდება. რეალურად ეს ელემენტი სადღაცას აქ არის, არ მოგვიწია არც მაგისი სტრუქტურის არაფრის შეცვლა, უბრალოდ ვიზუალურად ამოვწიეთ. ანალოგიურად ესეც რომ აქ რო იდგა ეგ სურათი, ხო? ჩვენც ესე ვიზუალურად გამოვწიეთ. რეალურად სადღაცას აქ არის და ნუ მე ეს ტოპით დალევთით, მე ავწიეთ. ესეც გონი იდეალურია. ხო, ამ position-ებს და ასე შემდეგ პრაქტიკაშიც ისევ და ისევ უფრო გავარჩევთ, მაგრამ ამისი გაკეთების უამრავი ვარიანტი არსებობს. შეგიძლიათ ეგ სურათი ცალკე გახადოთ position absolute და ჩასვათ, მერე ესეც ჩრდილიც ცალკე გახადოთ position absolute და ესეც ჩასვათ. ორივე სწორი ვარიანტია, ან როგორც მე ვქენი, რომ არ გავცენტროთ X ღერძზე სათითაოდ, ხო? ბარემ თვითონ მშობელი შუაში ჩავსვათ და შვილებს უკვე შიგნით მივხედავთ რა როგორ დალაგდება. ოკეი.
კარგი. და იდეაში mobile views-საც მოვურჩით, ძალიან ცოტა რაღაცა გვექნება ახლა შესაძლებელი აი desktop-ის views-თვის. ერთადერთს ვიტყვი, რომ დავუშვათ 1100 პიქსელიდან ყველაზე კარგი breakpoint-ი იდეაში ეგ არის. ხო და ესეც ასე რომ არ გაიზარდოს, ხო? შეგვიძლია დავწეროთ რომ თვითონ კონტეინერს კონდეს max ვიცი დავუშვათ 550 რემი. და კი ბატონო, ეს დინამიური იქნება, მაგრამ რაღაცა პერიოდის მერე შეწყვეტს ზრდას. რო არ შეწყვიტოს, თვითონ შუაში რო იყოს, ხო? ან body-ს გაუწეროთ justify content center, ან ამას margin inline auto. როგორც ხედავთ, აი ყველანაირ დავალებას აქვს უამრავი ამოხსნა. თქვენ რომ ეს გამოიყენებთ, მაღაზია დამოკიდებული. ოკეი. და ახლა გადავიდეთ, დავუშვათ desktop-ზე, აი რაღაცა ესე გავზარდოთ. და desktop-ზე ხედავთ, რომ ეგ უნდა იყოს ერთ მხარეს, ეგიდე მეორე მხარეს. აი კიდევ ერთი პლუსი, რომ გამოვიყენოთ ამისთვის ცალკე რაღაცა image კონტეინერი, იმიტომ რომ ორივე ერთ მხარეს დადგება. ნუ ოკეი, ჯერ რა ვქნათ? მოდი აქ დავწეროთ media query, რომ 1000 პიქსელის მერე გვინდა რომ შევცვალოთ. აი რომ დავურწმუნდეთ, რომ ეს მუშაობს background ასე მიუთითოთ აბა red. და კი ბატონო, აი წუნდებით, რომ მაგამდე ჩვეულებრივი გრადიენტი იყო. მაგამდე ჩვეულებრივი გრადიენტი იყო, აქ უკვე წითელია, ხო? და რა ვქნათ, რომ ამ კონტეინერს უკვე მივცეთ display flex-ი, რადგან ორივე ერთ ხაზზე დავალაგოთ, აი ესე display flex-ი. მაგრამ ჯამში ჩვენთვის არაფერი ჯერ არ შეიცვალა, რატომ? იმიტომ რომ ეს ჯერ კიდევ position absolute-ია. რადგან ეს absolute-ია, კი ბატონო, ხო, ეგ ერთი ელემენტი გასწორდა, მაგრამ მეტი არაფერი არ მოუვა. ამიტომაც image containers უკვე მივცეთ position static-ი default-ად რაც იყო. ანუ ჩვეულებრივ ელემენტად რო დაჯდეს აქეთ. ხვდებით ხო, რასაც ვამბობ? კარგით, ეს ასე თუ დაჯდა, ამას ქონდა transform-ი მიცემული და უბრალოდ მივცეთ unseti, აი transform-ი ის გაწეული რო იყო, ხო? ასე, კი ბატონო, ესეც ასე გასწორდა. egg padding-იც ზემოთ რაც გვაქვს, ეგეც უკვე აღარ გვჭირდება. ამიტომ კონტეინერს საერთოდ წავუშალოთ padding-ები. ოკეი, ესე გასწორდა. მეორე რასაც ვუყურებ ესაა, რომ h1 უკვე მარცხნივაა ჩასმული, ამიტომ h1 text align left-ი იყოს. კი ბატონო. და ცოტა კიდე თუ დააკვირდებით, ნახავთ, რომ ეს დაახლოებით 45%-ს იკავებს, ეგ 55-ს, ანუ თანაბარი არა. ამიტომაც დავდგებით და დავწერ, რომ image კონტეინერიც და კონტენტიც, ანუ მარჯვენა ნაწილი, ორივე უნდა იკავებდეს 50%-ს. ახლა, ნუ რეალურად ორივე ცენტრშია. აი ამ დაშორებას რაც შეეხება, ნახეთ. ამ დაშორებებს მე ვეღარ მივცემ კონტეინერს. რატომ? იმიტომ რომ აქ ეს ელემენტი ბოლომდეა ჩასმული, ხედავთ, ხო? მე რო ყველა მხრიდან მივცე ამას padding-ი, მაშინ ესეც იქნება აი აქ რაღაც, აი აქ დამთავრდება, ხო? ხვდებით პრობლემას. ერთი ვარიანტია, რომ მივცეთ მხოლოდ padding right-ი, მაგრამ ზედა ნაწილს რა ვუყოთ? აქაც ხო ბოლომდე არის მისული, ხო? ამიტომ ყველაზე მარტივი გამოსავალი იქნება, რომ თვითონ კონტენტს მივცეთ შიგნით დაშორება და არა კონტეინერს. ანუ აი ამ ცალკე divs მივცეთ ეგ დაშორება. ამიტომ მოვნიშნავ კონტენტს და ამას მივცეთ padding right-ი. რამდენი აქ აბა შევხედოთ? ასე 95 ან 9.5 რემი და აქაც დაშორება შეგვიძლია მივცეთ 6.5 რემი. padding top-ი 6.5 რემი. კი ბატონო, მივიღეთ ეგ ნაწილი. კარგი. მერე ამას max width-იც ქონდა მიცემული, მაგიტომაც აღარ გაიზარდა მეტი, ხო? მოდი ამას უკვე სხვა max width-ი მივცეთ. 920 პიქსელია, ხო? დავუწეროთ, რომ ამისი max width-ი არის უკვე 92 რემი. ნელ-ნელა ებსგავსება, ხო, საბოლოო რეზულტატს. კარგი. რა გავაკეთოთ ახლა? ეს კი არის რაღაც საერთო ელემენტი, მაგრამ
სურათი არის y-ღერძის შუაში ჩასმული, ხო? ამიტომ image container-ი ახლა გავხადოთ display flexi და მივცეთ align items center. შუაშია ეს. რა ვუყოთ ახლა ამ ჩრდილს? ეს ჩრდილი უკვე ესე მარტივად აღარ ჩაჯდება, როგორც ადრე იყო. უკვე თვითონ ეს ჩრდილი უნდა გავხადოთ position absolute და მაგის მიხედვით ვცვალოთ. თუმცა აგვაქვს ერთი პრობლემა და რა არის ეს პრობლემა? რადა desktop-ის view-ზე ეგ ჩრდილი ცოტა შეცვლილი არის. ანუ რა გამოდის, რომ აქ უნდა მქონდეს ორი სურათი, ხო? ანუ ერთი ტელეფონისთვის, ერთი კომპიუტერისთვის და ორი ასეთი იმიჯის შექმნა, ცოტა არ არის კარგი ვარიანტი. ხვდებით ხო ჯერ პრობლემას, რასაც ვამბობ? თუ არა? ან რამე შეკითხვა ხო არ გქონთ მაგალითად. ოკეი. ნებისმიერ რაღაცაზე მომწერეთ, ძალიან გთხოვთ. ანუ ერთ სიტყვით იმის თქვა მინდა, რომ ეს სურათიც იცვლება. ნახეთ აქ როგორია და აქ ცოტა სხვა არის. ანუ რეალურად სხვა სურათია და ეს ბოქსია მიცემული ცალსაკე. ამისთვის გვაქვს კიდევ ახალი HTML-ის თაგი picture-ი. რა შვება picture-ი? იგივე იმიჯის თაგია, ოღონდ ამაში უკვე ჩაშენებულია media query. რას გულისხმობ მაგაში? ნახეთ, picture-ისას რომ მოვნიშნოთ წესით ამას აქვს media. მაგრამ რატომღაც არ მიგდებს ახლა. ამიტომ ხელი დავწეროთ. picture media თუ ეგ source-ი ეთითება, ბუდიში ეგ source-ი ეთითება. source-ი და აი source აქ media. აგიხსნით ახლა ყველაფერს. picture-ი შიგნით ჩავსვათ სურათი. default-ად გამოჩნდება ეგ სურათი. მაგრამ თუ მე აქ მიუთითებ media query-ს დავუშვათ, აი როგორც აქ რა მქონდა media query-ს 1000 პიქსელი, ხო? 1000 პიქსელის მერე მე შემიძლია შევცვალო source-ი. აი, აქ თუ დავუწერ 1000 პიქსელს და ამის source გადმოვაკოპირებ ახლა. ერთადერთს მივცემ, ეცადე, ასე და mobile-ი კი არა, desktop-ი ქვია იმ ფაილს. ნახეთ? აი, ეს ხაზებიც დაემატნენ. ნებისმიერ იმიჯზე შეგიძლიათ მას ეკნათ, არ არის აუცილებელი რომ ერთი source-ი გქონდეთ, შეიძლება აი ბევრი იყოს და ყველა იყოს მითითებული media query-ის სახით, მაგრამ რეალურად გინდა ეს სურათი, გინდა ეს ზედა ხუთი source-ი, რასაც მიუთითებთ, ყველას ექნება class ეს pattern image-ი, იმიტომ რომ ერთი ელემენტია, უბრალოდ source-ი ეცვლება დინამიურად. გასაგებია ხო, ძალიან ხშირად გამოგადგებათ ეგ თეგიც. კარგი. ახლა ავიღოთ და ეს pattern image გავხადოთ position absolute. ნახეთ როგორც კი position absolute-ს გავხდით, შო გამოსწორდა ეგ ყველაფერი, ხო? და როგორ ჩავსვათ ახლა? ამას მივცეთ top-ი და left 0 და გასწორება უკვე გვინდა ან თლიანი ვებგვერდის მიმართ, ან მოდით უკვე გავასწოროთ ეგ ნაწილი, აი ამ ქვედა მარცხენა მხარის მიხედვით, ხო? ესე relative, ამას ურას ესე დავუწერ unset, წინა top და left-ს მოვუშლი, unset-ი, so და ახლა ჩავსვათ ეგ სურათი ამის ქვეშ, ხო? როგორ ჩავსვათ? 50 ზემოდან რო იყოს დაშორებული, აბა ნახოთ ახლა transform, translate y minus 50%, აქ ეს დამემატა. კი ბატონო, სადღაცას აი აქ შუაში ჩაჯდა, მაგრამ საკმარისი არ არის. ეს დავუშვათ right-ი დავწეროთ და შეგვიძლია ამოვწიოთ ეგ. დავუშვათ, მოდი ეს საერთოდ მოვუშალოთ. აი ესე რო იყოს და დავუწერდოთ top-იდან იყოს დაშორებული 5 რემით. მა 5-მა პირიქით დაბლა ჩაწია, ნახეთ ეგ ხაზი სად არის, ზემოთ არის და აი ამ კაქტუსითაც შეგიძლიათ მიხვდეთ, რომ ეს ხაზი სად გადის ზუსტად. ამიტომ 5 კი არა, -5 დაუწეროთ. საკმარისი არ არის, დაუწეროთ 10. არც ეგ არ არის. აბა იყოს ასე. 30. 30 უკვე ბევრია, 22 ვცადოთ. აი, მგონი 22 იდეალურია. ეს პატერნიც ამას ემთხვევა. ეს ხაზიც ამას ემთხვევა, მაგრამ ნახეთ რა პრობლემა, ეს ხაზი აქ მთავრდება. აღარ გამოდის კონტეინერის იქით, ხო? აქ ჩვეულებრივად გამოსულია.
ამისთვისაც ვისწავლეთ, რომ გვაქვს overflow hidden. თუ დავწერე ეს overflow hidden თვითონ კონტეინერზე მაგის გარეთ არაფერი არ გამოვა, ეს ხაზიც გაქრა. მოდი დავასევოთ კი არა, მივზუმოთ თუ ყველაფერი სწორადა. კი ბატონო, ყველაფერი სწორადა. ერთ პრობლემასაც ვხედავ, რომ ეს პატერნი, ნახეთ, ეს პატერნი დაედო აი ამ სურათის ზემოთ. რეალურად მაგის ქვემოთ უნდა იყოს. ზემოთ რატომ დაედო? იმიტომ რომ ეგ სურათი, აი ეს ჩვეულებრივი სურათია და პატერნი ხო აბსოლუტი გავხადეთ, აბსოლუტი ზემოდან იდება. ამიტომ თვითონ main image-იც გავხადოთ position relative, ეს დაგვეხმარება ორდერებში რა. და z-ინდექსი ამას დაუწერთ, რომ 2-ია, ამისი z-ინდექსი კიდევ 1-ია. z-ინდექსები გვახსოვს, ხო? ეს უბრალოდ აი layer-ი არის, სად იდგება. ამას რომ დაუწერეთ z-ინდექს 1, დგას ამაზე დაბლა, z-ინდექს 2 უფრო ზემოთ. უბრალოდ position relative-ს თუ არ მიუწერდი, ეგ არ იმუშავებდა. ხო, წესით არ მაინც მუშაობს. აღარ გვინდა position, მარტო z-ინდექსებით მოვაგვაროთ ეგ საქმე. კარგი. და რაღა გვჩება ახლა? ერთი height-იც მივცეთ ამას, height-ი 510. ოღონდ მივცეთ მინიმალური height-ი, რომ მინიმალური height-ი იყოს 51 რემი. კი ბატონო, ესეც მივიღეთ, შეგიძლიათ მერე ტექსტის ზომებით შეცვალოთ, ახლა ეს არ გვინდა და ნახეთ, ეს პატერნიც, ესეც, ყველაფერი არის გაწეული მარცხნივ. სათითაოდ რო არ გავწიო ეს ელემენტი, ხო, შემიძლია თვითონ image-ის კონტეინერს დაუწერო რა, transform დავუშვოთ 5 რემით. კი ბატონო, წავიდეთ აქეთ. და შეგვიძლია ესეც აი ამ ზომით უბრალოდ სადღაცას დავამთხვიოთ რა. იყოს აი ესე 7. ვა. ხო, ეგ არის. იდეაში ეგა. ხო, სურათის ცალკე გაკეთება შეგვიძლია, მაგრამ აი ძალიან გართულდება ახლა ჩვენი დავალება, ამიტომ ჯობია ესე იყოს. მაგრამ პრინციპი ერთია რა, ესეც აი ესე იზრდება. თუ ნახეთ, დაჭერაზე ეგ ყველაფერი იწევა, ხო? მოდით მაშინ ამას minimum height-ი გავუზარდოთ, დავუშვათ 56-მდე. და ახლა ნახეთ, ჩვეულებრივად ესე გაიზრდება. ხვდებით, ხო? და ახლა შეგიძლიათ სათითაო შეკითხვასაც შეუცვალოთ რაღაცა კონტენტი რა. აბა გაქვთ შეკითხვები? იდეაში მეტი არაფერი აღარ არის ასახსნელი. ცოტა CSS-ზე მოგვიწია გაჩერება დიდი ხანი, მაგრამ პრინციპი იყო იმაში, რომ ძირითადი აი take away point-ი იყო ის, რომ ვიდრე ცალ-ცალკე რაღაცა ელემენტი ასე წამოიღეთ HTML-ის კოლექცია, გადააქციეთ მასივად, დაყევით თითოეულ ელემენტს და მაგის მიხედვით უკვე შეუცვალეთ სტილები. მერე კიდევ ნახეთ, აი როგორც ესეთი დავალება კიდევ სადღაცას თუ შეგხვდებით, რომ ერთ დაკლიკებაზე ბევრი რაღაცა უნდა შეიცვალოს, ბევრი სტილი უნდა მოგიცეთ და ასე შემდეგ, ხო? ვიდრე სათითაოდ ყველა ელემენტს მივცეთ ცალ-ცალკე სტილი, მიეცით მშობელს ერთი რაღაცა კლასი და მაგ კლასის მიხედვით, აი როგორც აქ ქონდა, აი ეს open-დი, ხო? მაგის მიხედვით ცვალეთ სხვების სტილებიც და ასე შემდეგ და აქაც სასწავლი ის იყო, რომ გვაქვს overflow hidden და გვაქვს picture-ი. ეგ ხშირად დაგჭირდებათ რა. ძალიან კარგი. აი პრაქტიკა უნდა. თან იცი როგორი რაღაცა არის ეგ CSS-ი? მე რო ახლა დავუჯდე და ეგ გავაკეთო 2 დღეში, შეიძლება სულ სხვანაირად გავაკეთო ყველაფერი. და თქვენც რო სხვანაირად დაწეროთ, იმას კი არ ნიშნავს, რომ არასწორი მათემატიკა არა, ზუსტი ესე მეცნიერება არა, ხო? ძალიან ბევრი solution-ი აქვს ამ ყველაფერს. აი თუნდაც რაც ვთქვი, რომ ამ სურათის აქ დაყენებას ძალიან ბევრი ვარიანტი აქვს, ხო? მე ავიღე უბრალოდ რაღაცა კონტეინერი, ეგ ჩავსვი და შიდა ელემენტები ტრანსფორმით ვამოძრავე. სხვამ შეიძლება საერთოდ ეგ position absolutely არ გახადოს, უბრალოდ ტრანსფორმით აწიოს და ცოტა სხვანაირად გააკეთოს. ხვდებით, ხო? ან თითოეული ელემენტი position absolute-ად გადააქციოს. ამ solution-ში მე position absolute-ად მაქვს მხოლოდ მიცემული ჩრდილი. და ეს ჩვეულებრივად დგას. მაგრამ
ისევ და ისევ სხვა შეიძლება ესეც position absolute-ად ქნას, ესეც და სულ სხვანაირად გაკეთდება. მე უბრალოდ რატომ არ ჩავს ეგ position absolute-ად, იმიტომ რომ რაღაც სტრუქტურა ხო უნდა მივიღო, რომ ეს აქეთ დგას, ეს აქეთ დგას. ორივე თუ იქნებოდა position absolute-ი, მაშინ ეს ტექსტიც სულ მარცხნივ იქნებოდა და მან უკვე მაგის შესვა მომიწევდა. ხვდებით ხო? შეიძლება ბევრი კლასია, ცოტა რთული მოგეჩვენოთ, მაგრამ ეგ არაფერია. მთავარია რომ გავიგოთ აი ამ დომის ლოგიკა. აბა, რა სიტყვით? ერთი კიდე რა მითხარით, local storage-ები თუ გაიარეთ JavaScript-ისას. ესე რა? აი როცა ვინმე ყინავს რა. ხო, ეგ უკვე ფუნქციონალია რა. შენ როგორც დეველოპერი, ფრონტის დეველოპერი, ხო? ამ შემთხვევაში ჯერ ფრონტის დეველოპერები ვართ. შენ გააკეთებ ღილაკს, იქ არჩევას და ასე შემდეგ. მაგრამ აი რომ ღილაკზე დააწვევი და ის რომ უნდა წავიდეს request-ის სერვერზე, მაგან უნდა შეამოწმოს საერთოდ, შეგიძლია ამის ეყიდვა თუ არა და ასე შემდეგ. ხო, ეგ უკვე ბექის საქმეა. შენ უბრალოდ კიდევ რას იზავ, იცი? აი ბექიდან მაგალითად თუ მოვა უარი, რომ აი არ შეუძლია მომხმარებელს ყიდვა, ხო? შენ errors გამოაჩენ, რომ ვერ იყიდით. ამ პირიქით რაღაცა successful-ს დაუწერ, ხვდები, ხო? full stack-იც ეგაა რა, მათი გაერთიანება. უპასუხე თუ არა შეკითხვას? ძალიან კარგი. მოკლედ local storage-ები დაგგვჭირდება ხვალ. მაგასაც ძალიან მარტივად აგიხსნით და უცებახლავე გეტყვით, რისთვის არის local storage-ი, აი ამ დავალებას ავაწყობთ შემდეგ სემინარზე. შემდეგზე რა ხვალ? ესე გაიხსნას. ჩავუკეცოთ ეგ. ნახეთ? შევძლეთ აი ამ same changer-ის გაკეთებას. ანუ ვიღაცისთვის ეგ იქნება light თემაში, ვიღაცისთვის dark-ისთვის. მაგრამ რა შუაშია local storage-ი, რომ მაგალითად მე თუ ავირჩევ უკვე dark theme-ს, ხო? მე რო თავიდან შევალ მაგ web გვერდზე, ან დავარეფრეშებ, ისევ უნდა მიჩვენოს შავად. ანალოგიურად, ნუ აი ეს to-dos კონტენტიც. მე თუ დავამატებ დავუშვათ აი ამ 6 ცალს, web გვერდის დარეფრეშებისას, ჩემთან ეგ არ უნდა გაქრეს. ისევ დარჩეს. სხვასთან სხვანაირად იქნება. ჩემ ბრაუზერში იქნება მასე. გასაგებია, ხო? ერთ სიტყვით აი ხვალ ამას ავაწყობთ. ცოტა დიდი პროექტია, მაგრამ უკვე CSS-ზე აღარ მოგვიწევს აქ ისეთ წვალება, იმიტომ რომ ჩვეულებრივ რა დივებია დასმული აქ და ბოქსებია რა, უკვე აღარ არის ესეთი კომპლექსური UI, აქ უკვე მოგვიწევს სხვა რაღაცეებზე ფიქრი.